მოგესალმებით, კანადაზის შორტების ერთგულო მაყურებელო, სულ ეხლა ხარ შევიტყვე, რომ თბილისში არსებობს ადგილი, სადაც ყველა ესეთი ლეგენდარული, ულამაზესი ავტომობილი არის ერთად თავმოყრილი. და თუ რა ადგილია ეს? მაგას ვიხილავთ. ვიცი რომ შევალ თუ არა დარბაზში დამშვიდობა ძალიან ბევრი მაგარი მანქანა და 32 წლიდან უცბად ჩამოვალ ისევ 5 წელზე. დავიწყეთ. ჩემ თავობას ეს ავტომობილი არ გადახსოვს. მუზეუმის მფლობელებს ალბათ გამოჩნდათ აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც ამ მანქანას უნდა ქონდეს. ამოთ გავესაუბროთ კომპეტენტურ ადამიანს. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. ეს სასილამაზეა აქ. ეს არის ZIS 110. მეტალია? დიახ, მსგავსი ავტომობილით გადაადგილდებოდა სტალი. გადაღების ბოლომდე რო შემთხვევით დაიკარგოს ეს მანქანა, რა მოხდება? ეს არის კერძო ავტომუზეუმი, ავტომუზეუმის მფლობელია ბიზნესმენი გიორგი მამულაშვილი, რომელიც 20 წელია აგროვებს ამ კოლექციას. მუზეუმი ერთადერთი არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. ჩვენი მამები, ბაბუები, პაპები დადიოდნენ მსგავსი ავტომობილებით. ბაბუაჩემი დადიოდა კი. ყველა მანქანა მუშა მდგომარეობაშია და ყველა ავტომობილი დგას იმ საბურავებზე, რითიც ქარხნიდან გამოდიოდა. ეს გაზ 13 ჩაიკა იყო ასლან ნაბაშიძის საკუთრება. ვახ. ხარ თუ არა პესიმისტი? არა და არა. გაზ 14 ახალი ჩაიკა, რომელიც ემსახურებოდა ედუარდ შევარდნაძეს, როცა იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი. მერე უკვე პოლიტბიუროს წევრი რო გახდა, მოსკოვიდან ზილი გამოუგზავნეს ბრონირებული დაჯავშნული ავტომობილი. გამარჯობა, მე ახლა ვზივარ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანის ბატონი ედუარდ შევარდნაძის პირად ავტომობილში. მე როგორც ვიცი, ხრუშოვი მოიხიბლა ამერიკაში ვიზიტის დროს ლინკოლნებით და კადილაკებით და საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა შეექმნა იგივე კლასის ავტომობილები. ყველა საბჭოთა ავტოწარმოების ავტომობილი არის კოპირებული. ახალი ჩაიკა არის კოპირება ამერიკული ლინკოლნის მერსედესთან ნაზავით. ძველი ჩაიკა, რომელიც ემსახურებოდა უკვე ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს კათალიკოსი რო გახდა საქართველოსი 1977 წელს. 21 და 24 ეს არის ფორდის სხვადასხვა მოდელები, მაინლაინი და მალიბუ და პობედა არის შევროლეს კოპირება. ეს არის პირველი პიკაპი გაზ 4, რომელიც 1933 წელს გამოუშვეს. ფორდს ძალიან გავს. და მსოფლიოში სულ შემორჩენილია 5 ცალი ეს ავტომობილი, ერთი ჩვენს მუზეუმში დგას, დანარჩენი 4 რუსეთის ავტომუზეუმებში. ფორდია და უცბად დააკვირდები და ნამგანი დაურო. ეს არის პირველი სედანი, გაზ M1, რომელიც 1936 წელს გამოუშვეს. ეს მანქანა ემსახურებოდა ლავრენტი ბერიას, როცა იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი და მერე უკვე რუსეთში რო გადავიდა, აჩუქა ჩვენ ცნობილ მსახიობს ნატო ვაჩნაძეს. ვინ იცის რა გადაწყვეტილებები არის მიღებული ამ მანქანაში? აქეთ უკვე გვაქვს შედარებით ადვილად საცნობი, სადღაც 2000-იანების ნულოვანებისკენ სავსე იყო თბილისი ეგეთი მანქანებით. ოცნება საბჭოთა მოსახლეობის 06-6 ძრავით ითვლებოდა მაშინ თუ ყავდა ესეთი მანქანა. კაცი იყავი, კაცური, ოღონდ ქუდი არ გეხურა. ქუდი რა თქმა უნდა 24-ზე გეხურა.
Кто заказывал такси на Дубровку? ამ ავტომობილს ჩვენ პირველ მერცხალს ვეძახით. ეს იყო პირველი შენაძენი ფლობელის და მე აქედან დაიწყო მთელი ეს კოლექცია. ეს არის ჩვენი ისტორია რეალურად და ძალიან საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ყველა ჩვენ მაყურებელს ურჩევ, რომ მოვიდეს აქ და დაათვალიეროს, ხელით შეეხოს და მოისმინოს ის ისტორია, რომლითაც გადავაადგილდებოდით. თვალი მოვგე მანქანიდან რომ გადმოვედი, ოდნავ იყო შეღებული ერთ-ერთი კარი, რაღაც მარგალიტი ყავთ გადამაყვილე. მარგალიტა! მარგალიტა! მოდი კორფირესთან, მოდი აკოცე. ბოლოსთვის მოვიტოვეთ გემრიელი ლუკმა. მოდი ნახეთ აქ რა იმალება. ფორდი მეგობრებო, ერთ-ერთი პირველი თაობის შესანიშნავად შენახული და აღდგენილი. ეს არის 1928 წელს გამოშვებული Ford Model A. მანქანა შევიძინეთ ამერიკის აუქციონზე და რო ჩამოვიდა საბუთებით, მე უკვე გავარკვიეთ, რომ ცნობილ ამერიკულ ფილმში Bonnie და Clyde-ია გადაღებული. და სინამდვილეშიც რეალურ Bonnie და Clyde-ს ყავდათ Ford-ი მოდელი A. ამ მანქანას ორმაგი დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ არის თვითონ რარიტეტული და ძველი, რა თქმა უნდა. პლუს ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი ლეგენდარულ ფილმში მონაწილეობს თურმე. არაფერზე მეტი არ არის საჭირო. თავარია უნდა იყოს სიჩქარეები, გადასართველი, სპიდომეტრი, დაქოქვა, საჭე და ვინც არ იცოდა, ახლა უკვე იცის. თბილისს გააჩნია ესეთი მაგარი ადგილი. აუცილებლად მოდი და დაათვალიერეთ თბილისის ავტომუზეუმი.